მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ვნახოთ დღეს ჩვენ მომდევნო კვირის პროგნოზი, ხო? პირველ რიგში ახლა ჩვენ ვნახოთ ვისთვის იქნება, მე რა თქმა უნდა რა გელოდებათ. ვინც პირველად არის ჩვენთან ამ გაშლაზე, აქ ჩვენ ვაკეთებთ ვიხილავთ სამ სფეროს. სიგნიფიკაცია არის ახლა აი აქ იქნება და კარიერა, ფინანსები, ურთიერთობა. ვნახოთ ახლა ჩვენ ვისთვის იქნება ეს პროგნოზი დღევანდელი მომდევნო კვირის რა ენერგიებში ხართ ახლა. ვნახოთ აბა ჩვენი კატები რას გვეტყვიან, ჩვენი ბისუნიები, ხო? ვნახოთ, შევხედოთ რა ენერგიებში იქნებით უკვე მომდევნო კვირაში. რას მივაქციოთ ყურადღება, ხო? რა ენერგიებს მივაქციოთ ყურადღება. так, შემდეგი უშუალოდ გითხოთ, კარიერა სამსახური დაუშვათ, ხო? ბიზნესი, ზოგს სწავლა ვნახოთ ის რა. რაზე უნდა მივაქციოთ ყურადღება. ერთი მინდოდა გამეკეთებიე კიდე დასვენებაზე. ახლა ვიცი რომ ბევრი ისვენებს და აინტერესებს როგორ ჩაივლის ჩემი დასვენება. ვნახოთ, აბა შეიძლება ამაგაზეც მე ჩავწეროთ ვიდეო. так. ფინანსები. ფინანსური მდგომარეობა თქვენი როგორი იქნება, ვნახოთ. ცოტა ასე რომ. так, ფინანსური მდგომარეობა. так, და ურთიერთობაზე რატომღაც დღეს აი ამ დასთა მოითხოვა. ვნახოთ, რას გეტყვით. რას მოგიყვებათ ეს დასთა, რატომ მოისურვა? ვნახოთ, აბა რას გეტყვით. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. всё. დავიწყოთ, აბა ვისთვის რა ხო, რა კარგია, რა მშვენიერია. აქ შემიძლია გითხრათ, თქვენ რაღაც თავისუფლდებით, რაღაცა პრობლემებისგან, რაღაცა პერიოდი მოდის ესეთი, რომ თქვენ ანუ თუ რამე სირთულეები გქონდათ, თუ რამე პრობლემები გქონდათ, თუ რამეზე ბრძოლა გქონდათ, მოდით ასე ენერგიების მიხედვით გეტყვით, აქ თქვენ განთავისუფლდებით აუცილებლად ვიღაცა დაუშვათ. ახლა ავად თუ იყავით, იცით თქვენ რომ მე ძალიან იშვიათად ვეხები ამ თემას, მაგრამ აქ რატომღაც აი მინდა რომ შევეხო. შეიძლება თქვათ კივილები გქონდათ რამე, ხო, და სახში ყოფნა გიწევდათ, თქვათ, ხო? რაღაც ეს კივილებიც მიდის. აი შეიძლება პერიოდი იყო, რომ თქვენ აი უფრო სახში იყავით და გასვლა გინდოდათ და ანუ არის ესეთი პერიოდი, როცა უკვე დავიღალე, აღარ შემიძლია, აღარ საქმეები, აღარ ფიქრები, აღარც არაფერი და სახში ჯდომაც აღარ მინდა და სადაც მინდა სადმე წასვლა რა. აი ეგეთი ენერგია მოდის. აქ რო თითქოს გამოდიხართ ამ პრობლემებიდან, გამოდიხართ ამ სივრცებიდან, გამოდიხართ თქვენი კიდე ფიქრები. აი შეიძლება ფიქრი გქონდათ რაღაცა ის აი თქვა სანერვიულო ბევრი გქონდათ რამე და შეიძლება ზოგ სახში გქონდათ გაუგებრობა, ან სამსახურში შეიძლება გქონდათ რაღაც ესეთი პერიოდი, რომ თქვა დაიღალეთ, აი უკვე ფიქრი დაიღალეთ და აი ნუ ეხლა პრინციპში ახლა ესეთი პერიოდიც არის ზაფხულის პერიოდი, რა თქმა უნდა დასვენება ყველას სჭირდება აუცილებლად და შეიძლება ზოგი ისე დაიღალა, რომ მინდა სადმე წავიდე, დავისვენო რა რაღაცა კაი ადგილას და ნუ უკვე აღარც მინდა არც სამსახურზე ფიქრზე, არც არაფერზე და აი აქ არის ნუ ესეთ ენერგიაში ხართ, რომ უკვე всё, აი პიკზე რა, რო იტყვიან ხართ მისულები რა. ნახოთ ახლა თუ რეზონირდა, თუ რეზონირდა თქვენთვის, მე მოდით ახლა რა კარგი ენერგიები გაქვთ. ნუ აი ნახეთ, ყვილა ალბათ მე არ მithქვია იმაზე, რომ დასვენებაც არის აქ, კი ბატონო, დასვენებაც შეიძლება იყოს, მაგრამ აქ კიდე რა შემიძლია გითხრათ, ნახეთ. ვიღაცა იწყებს აქ ახალ გზას, ნახეთ.
გეტყვით პირველი გეტყვით რადგან ყურუმი იცით თქვენ ჩემი დამოკიდებულება ანუ ვიღაცას გაიხსნება მისი თქვათ ახალი ანუ ინტუიცია სხვანაირად დაიწყებს მუშაობას ხო შეიძლება თქვენ ზოგს ისეთი აღმოაჩენს თქვენ თავში დაუშვათ ნათელი მხელველობა ნათელი მცოდნეობა ან დაუშვათ ახლა გადაწყვეტილებას მიიღებთ რომ კი მინდა ეზოტერიკა ვისწავლო თქვათ რომელიმე მიმართულება და აირჩევთ რომელიმე შეიძლება თქვათ მერყეობდი დაუშვათ ასტროლოგია მინდა ტარო მინდა რა ვიცი კიდე სხვა მიმართულებები რაც არის ეზოტერიკული შეიძლება ეს ამაზე ფიქრობთ კიდე აქ ვიღაცას ექნება შეხვედრა ახალ პიროვნებასთან ახალი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში რომელსაც თქვენ არ იცნობთ მაგრამ ჩაფიქრებული გაქვთ თქვენ რომ ახალი ადამიანი მინდა შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში და უკვე მზად ვარ იმისთვის რომ გავაგრძელო ჩემი გზა და ან ფიქრობთ ამაზე ნახეთ ეს იგი როგორ აჩვენებს აქ დასტა ამაზე დიდი ხანია ფიქრობთ იმიტომ რომ მე აი თუ დაუშვათ მარტო იყავით შეიძლება თქვენ დიდი ხანი იყავით მარტოობა ხშირად ხშირად რა შეიძლება იყოს როგორ დაუშვათ თუნდაც პარტნიორი ყავდეთ და თქვენ ახლა უკვე ისეთი ურთიერთობა დადგა რომ აღარ გინდათ რა უკვე დაიღალეთ რა ამ ურთიერთობით და ან საერთოდ თუნდაც აქ დაუშვათ თქვენ თავს არ აძლევდეთ უფლებას კიდე თქვათ რამე აი თქვენთვის ეცხოვრათ ხო? აი ეხლა აი აქ მოდის ესეთი ენერგია რომ თქვენ ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილებას იღებთ რომ всё მორჩა მე მინდა რომ უკვე ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო და ანუ ახალი გზაზე ადგებით რა. უეჭველი ვიღაცა აქ გაიცნობს ვიღაც პიროვნებას რა. ან თუნდაც ეხლა შეიძლება პრაქტიკების გაკეთებას დაეწყო. აი დაუშვათ ეხლა სიტყვაზე მინდა გავაკეთო პრაქტიკა იმაზე რომ ჩემ ცხოვრებაში მოვიზიდო ადამიანი რომელიც იქნება ჩემი თქვათ აი საბედო სიტყვაზე ან ვისთანაც მე კარგად ვიგრძნობ თავს ბედნიერი ვიქნები ახალი რაღაცა საინტერესო გზა რო გეხსნებათ კი მაგრამ ჯერჯერობით შეიძლება თქვენ არ იცით მაგრამ ამაზე ფიქრობთ შეიძლება პრაქტიკებსაც აკეთებთ გაიგეთ მაგაზე და ეს შეიძლება ეხებოდეს ხო გეუბნებით აი სიყვარულსაც და ზოგისთვის შეიძლება პირადი დანიშნულების გახსნის შეიძლება სწავლაც აქ ახლა ახალი პერიოდი ან ირჩევთ გზას თქვენ საერთოდ რომელიც თქვენ მოგწონთ არ გამიკვირდება რომ აქ ზოგი მართლა იტყვის რომ всё მე მინდა რომ ბოლოს და ბოლოს ან ეზოტერიკა ან ფსიქოლოგია შევისწავლო შეიძლება ურთიერთობებზე თქვა გადავერთობი და აი ეს თემა უფრო მაგრად შევისწავლო ხო რაღაცა მიმართულება ახალი მაგრამ ეს იქნება თქვენთვის სასიამოვნო შეიძლება იმას იფიქრებთ რომ აი მინდა ჩემი გზა გავიგო თქვა ხო აი ხა მაგალითად მატრიცაზე ხო ვამზადებ ჩვენ კურსს და ვიცი რომ ბევრი მყავს მაგალითად ასეთ ადამიანებს მსურველები რომ გაიგონ ბოლოს და ბოლოს ჩემი ცხოვრების გზა, ჩემი სულის გზა რადევს მანდ, ხო? რაც მე ჯერ არ ვიცი რომ არ ვიარო სიბნელეში და გავიკვლიო ჩემი გზა და გავიგო, ხო? ზოგს ახლა განსხვავებით შეიძლება ისეთ კურსს ვამზადებ, რომ აი სულ არ არის საჭირო თქვენ ახლა დაუშვათ ამაზე იმუშაოთ, უბრალოდ თქვენ თვითონ ახლა კონსულტაცია კი კაია, ჩვენ ახლა იქ ვარჩევთ ახლა და ყველაფერს გეუბნებით, მაგრამ აი როცა შენ თვითონ უკვე გაერკვევი იმაში რა როგორ რას ნიშნავს ყველა სფეროში ეს უფრო მაგარია ამიტომაც თუ უკვე გაქვს მატრიცა აი იქ ვაფშე სულ დაწვრილებით ყველაფერს გაიგებ და გაგიხსნება შენი უკვე ახალი გზა და მიხვდები აი სულის გზა არის აქ მიხვდეთ ასევე მაინც ეს არის უფრო ჩვენ სულს ეხება რა და შეიძლება გახსნით ახალი რაღაცა ცოდნას მიიღებთ ან თუნდაც ახლა დაუშვათ სულ მცირე თქვენ თვითონ თქვათ ახლა თქვენ მატრიცას გაიგებთ, თქვენ რუკას გაიგებთ, რაღაცას გაიგებთ, რომ ანუ როგორ უნდა სად უნდა წავიდე მიმართულება რა. აი ეს არის რა. შეიძლება ზოგი ახლა ვინც უკვე გააკეთა მატრიცა აიღებს და ნება იბოძო და წაიკითხოს დაუშვათ ახლა თუნდაც იქ რა წერია რა. რომ ისე რა ქვია და გაიგებს რაღაც ახალ რაღაცებს აღმოაჩენს თავის თავზე. ინტუიციის გახსნა რომ იქნება აქ ახლა აი აქ შემიძლია თქვა რომ უმრავლესობა მიხვდება რომ რაღაცა ინტუიცია ჩემი გაიხსნა. უფრო რაღაცა შეიძლება ზოგს ხედვები გაიხსნება. ხო გითხარით მთელი მხელველობა და ასე შემდეგ რა. ანუ აი ეს ენერგია მოდის. და გადავიდეთ კარიერა, სამსახური. აჰა. შეხედეთ ახლა აქ გეუბნებით, აქ არის ძალიან ნაყოფიერი მომენტი, შეხედეთ. პირველ რიგში თქვენ აქ აღიარება მოდის თქვენი.
როგორც ადამიანის, რომელიც თქვათ, ეხლა თუ რამეს ასწავლით, აი აქ თქვენი თქვათ აღიარება მიდის, როგორც აი იმ უჭკვიანესი ადამიანის. პლუს კიდე ნახეთ, აქ ვიღაცას ელოდება, არ გამიკვირდება, ესე რა ქვია, კარიერული ზრდა. აუცილებლად შეიძლება. კიდე, სადაც შეიძლება თქვენი დაფასება წავა ისეთ დონეზე, დაუშვათ, ან ნახეთ, რაღაცას, აი მოდით ახლა ვიღაცისთვის მოდის ეს ინფორმაცია. დაუშვათ მუშაობ თქვენ სადღაც, ხო? ან თქვენი ბიზნესი გაქვთ, ან მოდით თქვენი ბიზნესი გაქვთ, დაუშვათ, ხო რამე? აი მან თქვენ გიქნებით, აი როგორ იცით, ყველაფერს აიყონ თქვენს, თქვათ, ხელში, ასე თქვათ, მაგარი ხელმძღვანელი ხართ და აი აქ თითქოს შემოვა თქვენ კომპანიაში რაღაცა ახალი ენერგია. ახალი ენერგია ეს როცა ახალი თანამშრომლები, რომელიც ახლა საერთოდ ასე იძახიან რა ბიზნესში, რომ ახალი სისხლი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ამოძრავებს უფრო კიდე, ვთქვათ, ბიზნესს და აძლევს ახალი იდეები თავსებს. პლუს კიდე, თუ გაქვთ გაუშვათ ბიზნესი, იცოდეთ, რომ აი მართლა ძალიან კარგად უნდა იყოთ. აღარ რაღაცა სიახლე შემოვა, ახალი იდეები, ახალი რაღაცები. თუ თქვენ მუშაობთ დაუშვათ, ეხლა, სადღაც კომპანიაში, აქ ექნება თქვენი აღიარება და ნამდვილად წინსვლა. თუ დაუშვათ თქვენ ეძებთ სამსახურს, ხო, თქვენ ნახავთ ძალიან კარგ პოზიციას, სადაც მაგარი ანაზღაურება იქნება, იმიტომ რომ თქვენნაირ სპეციალისტ ეძებდნენ ეგენი და ამიტომ თქვენ ახლა თქვენ ადგილზე მოხვდით რა, რო იტყვიან, რომ აი შენთვის იყო ეს ადგილი რა, სადაც მაგარი ანაზღაურება იქნება და ყველაფერი. შეიძლება თქვენ ვიღაცისთვის არის ინფორმაცია, რომ თქვათ მიგიწვევენ ძალიან მაგარი კომპანიაში, იმიტომ რომ უშუალოდ თქვენ გჭირდებათ. კიდე შეიძლება ზოგი თვითონ გახსნის რაღაცა თავის ბიზნესს, სადაც აი ნამდვილად კარგად წავა საქმეები რა. თუ ცუდად გქონდათ რამე, თქვათ, პრობლემები გქონდათ, იცოდეთ, რომ აი ამ კვირაში რაღაცა გამოსწორდება, იპოვით თქვენ დაუშვათ ინფორმაცია შეცდომას, რაღაცას, რაც არ აძლევთ, თქვათ, საშუალებას იმისთვის, რომ განვითარება ყოფილიყო თქვენ საქმეში, თქვენ ბიზნესში, ყველა ვარიანტში, თქვენ აქ იქნებით, ვაიმე მოიცადეთ, იქნება, ვაიმე ეს ახლა თუ შემიშალა ამან ხელი. ანუ ესე იგი ცოტა ხარვეზე მომიხდა რაღაცა. არა უშავს გავაგრძელო. ანუ აქ ყველა ვარიანტში გელოდება ძალიან კარგი კვირა. უეჭველი ძალიან კარგი კვირა გელოდებათ. ეხლა ვნახოთ, ხო, ოჯახშიც თუნდაც ეხლა დავუშვათ რამე გოგოები ეხლა საზღვარგარეთ ვინც მუშაობენ, ოჯახში სადაც თქვათ მუშაობ თქვენ, არა აქვს მნიშვნელობა რითი ხართ იმ ოჯახებში დაკავებული, აღიარება იქნება ძალიან თქვენი როგორც აი ძალიან მაგარი სპეციალისტის. თუ თქვენ ეძებთ სამსახურს დაუშვათ იმის რომ მინდა რომ დაუშვათ მე თქვათ ესე რა ქვია, კარგი ოჯახი რა. კი ბატონო, მოხდებით აქ აუცილებლად მოხდებით. так, შემდეგი. ანუ ახალი, ხო ხედავთ, ახალი რაღაცა კარგი იქნება. так, ფინანსები ვნახოთ. მე მინდა გითხრათ რა. ეხლა ნახეთ, აქ სხვათა შორის რაც ეხება ფინანსებს. თქვენ გელოდება ძალიან მაგარი სტაბილურობა, მაგრამ ნახეთ, შეხედეთ, თუ დაუშვათ, აი აქ რო ვთქვით ჩვენ, ვინც თქვათ ახალ სამსახურს ნახავს, ხო? აუცილებლად აქ მოხდება როგორ? თქვენ აქ მიიღებთ ძალიან კაი ხელფასს და ეს ხელფასი იქნება როგორ იცით, აი ანუ ნახეთ, ამ კვირიდან შემოდის თქვენ ცხოვრებაში რაღაცა სტაბილური სიუხვე. იმპერატორი ეს არის, ანუ ეს არის ხანძრივა, როცა გმაყოფილი ხარ, როცა არ ნერვიულობ, როცა იცი, რომ აუცილებლად შენთან თქვათ მოდის ფული, ყველა ვარიანტში მოდის. და ანუ აქ თითქოს ზეიმობ რა რაღაცას, რომ აი კიდე ნახეთ გოგოებო რა, ახლა შეიძლება ვინმესთვის იყოს ისეთი ინფორმაცია, ვინმესთვის, ნახეთ, ყველასთვის არა, დაუშვათ, თქვენ ხართ, თქვათ, გათხოვილი, ახალი გათხოვილი, გააჩენთ ბავშვს და через ამ ბავშვით თქვენ მიიღებთ რაღაცა ძალიან სერიოზულ დახმარებას.
მივხვდით? რაღაც ძალიან სერიოზულ დახმარებას. და შეიძლება თქვენ ახლა აქ ნერვიულობდეთ, იმიტომ არის ნახეთ ახალი შეიძლება თქვათ ახაც მოდის ისეთი რამე, რომ თქვენ ჯერ არ იცით, მაგრამ აუცილებლად მიიღებთ თქვენ რაღაც ზამაგარ დახმარებას, იმიტომ რომ ბავშვი თქვათ გაგიჩნდათ. ან თუ თქვენ დაუშვათ შეიძლება ქმარი თქვათ გეტყვის თქვენ ან რომ მე უზრუნველყოფ ყველანაირად კარგად, იმიტომ რომ თქვათ არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება დაშკაშორებულები ხართ თუ რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აი ეს რომ თქვენ აქ ვისის აქტუალური, იცოდეთ ბავშვისთვის თქვენ მიიღებთ ძალიან კაი დახმარებას. ძალიან კარგ დახმარებას მიიღებთ. და პლუს კიდე ესე იგი თუ ბავშვს არაფერი არავისაც არ ეხება, შემიძლია გითხრათ, რომ აქ თქვენ რაღაცას იზეიმებთ, იმიტომ რომ თქვენს ამ პერიოდში უკვე შემოდის ამ კვირიდან მოგეუბნებით სტაბილური შემოსავალი. სტაბილური შემოსავალი, ეს იქნება თითქოს რაღაცნაირად აი ახალი მომენტი რა, რაც გაგეხარდებათ ძალიან, გაიგეთ? ანუ ახალი პერიოდი, даже ასე შემიძლია გითხრათ თქვენ ცხოვრებაში შემოდის, სადაც იქნება თქვენი აღიარება, შეიძლება ვიღაცა მიიღებს თქვათ, ახლა აქ შეიძლება მშობლები დაგეხმარებათ, თუ დაუშვათ გორწილს ელოდებით თქვენ და ფიქრობთ აი ფულს ვიშოვით თუ არა, იშოვით თქვენი მშობლები დაგეხმარებიან. აი ესეც შემიძლია გითხრათ რა. კიდე შეიძლება მოხდეს აქ ვიღაცას დაეხმარებით თქვენ ძალიან მაგრად და მაკედანაც აიღებთ შემოსავალს, მივხვდით? კიდე აქ რა შეგვიძლია გითქვათ ეხლა? ხო. აქ მთავრდება, აი 10-იანი ნახეთ ხმალების, 10-იანი ხმალების. კი, რაზეც თქვენ ნერვიულობდით, აი ეს ძალიან გაგეხარდებათ. აქ რაღაცა თითქოს აი რაღაც პრობლემა გადაიჭრება, რომელზეც თქვენ მართლა ბრძოლობდით. და აქ გაგეხარდებათ ეს ყველაფერი დამთავრდება თქვენი გახარებით. კი ბატონო, შეიძლება თქვენ ახლა იმედს არ ტოვებდეთ, რომ მაინც აი რო არის აფირმაცია, მაინც კარგად ვიქნები, მაინც ყველანაირად ყველაფერი ესე რა ქვია ჩემ ცხოვრებაში გაუმჯობ, კაროჩე, ხო მიხდეთ რა, აუცილებლად სტაბილურობა არის რა. კი ბატონო. კი. აქ დასრულდება ყველანაირად თქვენი სირთულეები, თუ რაც გქონდათ, შეიძლება სიტუაცია და მუდმივ სიუხვეში გადადეხარ, სტაბილურობაში გადადეხართ. კი, მთავრდება პერიოდი, რომელიც თქვენ აქ რაღაცას თქვენ აკეთებდეთ, მაგრამ ელოდებოდეთ შეიძლება შედეგს, ხო? და ამიტომ აქ მოდის თქვენთან შემოდიან, დაუშვოთ ახლა რა ხდება, გეტყვით. შეიძლება აი აქ ესეთი პერიოდი იყო, რომ თქვენ ახლა ფიქრობდით, იქნება თუ არა შედეგი იმ საქმეს, რასაც მე ვაკეთებდი, რასაც მე ვთავაზობდი. ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ რაღაცა ეჭვი სიტყვაზე, ხო? და მაგრამ აქ იქნება რაღაცა ძალიან კარგი სხვათა შორის სრულიად მოულოდნელად რაღაცას შემოგთავაზებენ. თქვენ დიდ თანხას შეიძლება შემოვიდეს, კი? მაგრამ სტაბილურობა ყველა ვარიანტში. всё, აი არც იყო საჭირო დამატება აქ არანაირი რა. იმიტომ რომ ეხლა ისედაც რა თუნდოდა, ეხლა ის დამატება, ისედაც ყველაფერი გვითხრეს ჩვენ ისე რა ქვია. არ არის, არც იყო საჭირო. так, ურთიერთობა. ნახ. так, ჩემო ლამაზებო, აქაც ყურუმი ყავს, აქაც ყურუმი, ხო? ანუ, ვინც არის თქვათ так, ერთი წუთით ჩემო სიხარულებო, ძალიან კაი რაღაცა მოდის. ერთი წუთით. ეს მინდა გავიგო კარგად. და ყურუმი. აქ იცით რა არის? აქ თითქოს რაღაცა რომ ერთი წუთი რას ბედნიერების მოპოვება. რაც რო დაკარგე და გეგონა რომ აღარ იქნება, პირიქით, კარგად ხარ ძალიან, ხო? так, ერთი წანა მაიცადეთ. ერთი წუთით ჩემო სიხარულებო, მყავა დაესხეთ, კიდე თუ ვისაც გამოელიათ.
მინდა გავიგო კარგად. აქ ესე იგი ურთიერთობაში რა გველოდება? ეს არის პენტაკლების ცხრიანი. პენტაკლების ცხრიანი. რაღაცა ინფორმაციას გაიგებთ თქვენ ურთიერთობაზე, რომელიც იყო თქვენთვის შეიძლება დაკარგული, მაგრამ მნიშვნელოვანი რაღაცა ინფორმაცია შემოდის რა, ინფორმაცია. ინფორმაცია შემოდის, რაღაცა თქვენ რაც არ იცოდეთ, დახურული იყო შეიძლება ინფორმაცია. თქვენ შეიძლება გეგონათ რომ დავკარგეთ, თქვა დაუშვოთ, ხო? არ ვიცოდე, აქ ინფორმაცია შემოდის, აქაც შემიძლია თქვა შემოდის ინფორმაცია ვიღაც ადამიანზე, ვინც თქვენ გიყვარდათ. ეგაც შეგვიძლია თქვა. აქედან რომ ამოვიღოთ ეს ინფორმაცია, მაგრამ აქ არის ზუსტად ეს რაღაცა მაგრამ ეს დაკარგული. ხო? უცბად შემოდის. აი სტაგნაცია იყო, ფიქრობდით და შემოდის რა ინფორმაცია შემოდის. ნუ გოგობა აქ ვიღაცასთან ბრუნდება მისი ყოფილი პარტნიორი, რომელიც გეგონა თქვენ რომ დაიკარგა და არ ჩანს, შეიძლება ჩამოვა, გამოჩნდება უცბად აი რაღაცა. თქვათ, ეხლა ნუ ვისაც ჭირდებათ, ხო? კი, დიდი ხანი ქონდა თქვენ პაუზა. და მიხვდა ამ ადამიანმა რომ თქვენ ხართ მისი ყველაფერი და მისი, რა ვიცი, ვარსკვლავი და აქ დიდი ხნის პაუზა შეიძლება იყოს, ეს ადამიანი თქვათ შეიძლება გითვალთვალებდეთ, მაგრამ აი ეს მინდა გავიგო, ხო, ყველა სიხუარელოდება, ყველა თქვათ ყოფილ პარტნიორს, ეს შეიძლება რომ თქვათ ვინმესთვის იყოს, რომ უცბად შემოდის, ადამიანი მარტო იყო, ეგონა რომ არასოდეს შემხდება უკვე ჩემთვის ძვირფასი სიხარული, სიყვარული და უცბად რომ დაუშვათ შემოდის ეგეთი ადამიანი, რომელიც უთვალთვალებდა ამ გოგოს, თქვათ, ინტერნეტ სივრცეში. შეიძლება რომ ეგეც წავიკითხოთ მასე? შეიძლება, უფრო შეიძლება, თუ შეიძლება. არა, აქ უფრო გოგოებო ვისაც გქონდათ რაღაცა დაკარგული, და გჭირდებათ ეს ყოფილი რას მოგიტანთ. მოდის რა. ნუ ეს აქ უეჭველებ დაბრუნება. აქ არჩევანის წინ დადგებით თქვენ. აქ კი ბედი კიდე შეგახვედრებს მაგ ადამიანთან. ადამიანი მერყეობდა, შეიძლება არ იცოდეს შემოვიდეს არ შემოშება, ზოგს დაბლოკილი ყავდა თქვენ და ბლოკს მოხსნით და ეგრევე გამოჩნდება ეს ადამიანი რა. და აქ იქნება არჩევანის წინ დადგებით თქვენ. არჩევანის წინ დადგებით. და გოგოებო, აქ იქნება როგორი სიტუაცია, ზოგი თუ თქვენ ელოდებოდით მაგას, მიიღებთ. მაგრამ ზოგი პირიქით თუ ვინმესთვის იყო ის, რომ მე აღარ მჭირდება შენი არც მოსვლა, არც არაფერი, იმიტომ რომ უკვე დაკარგე მე და მშვენივრად კარგად გვგრძნობ თავს. ზოგი პირიქით იტყვის, რომ სულ კარგად იყავე. კი ბატონო. აქ იმპერატრიცა იღებს გადაწყვეტილებას. აქ იმპერატრიცა არის, აქ იმპერატრიცა იღებს გადაწყვეტილებას. ანუ თქვენ როგორ გარჩევანს გააკეთებთ, იცით? ანუ ჩემთვის როგორც იქნება კარგი. მიხვდით? აი ესე აი ერჩევთ რა. ესე იგი თუ თქვენ ჩათვლით საჭიროდ რომ ეს ადამიანი დაუშვოთ თქვენ ახლა ნუ ელოდებით და თქვათ გინდათ რომ ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში დაბრუნდეს, ხო? მაშინ თქვენ მაგას მიიღებთ რა. თუ დაუშვათ ახლა საჯარო გაშლა ახლა თან ახლა ჩვენ ურთიერთობას ხო არ ვარჩევთ ახლა უბრალოდ შევყევით რა ამას.
თუ დაუშვოთ თქვენ უკვე გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ, რომ აღარ მინდა მე უკვე აღარც ეს ნერვიულობა, არც ეს ერთი და იგივე წრეზე სიარული, ერთი და იგივე, იმიტომ რომ აქ მოხედავთ რაღაცა სიტუაცია გაქვს, რომელიც გინდათ რომ გადაიჭრეს, მორჩა, ამოვაჯირკო, ჩემ აი всё, აღარ უშვებ ჩემ ცხოვრებაში, აღარ მინდა. მაშინ თქვენ, ანუ თქვენთვის როგორც კარგი იქნება, ისე მიიღებთ თქვენ ამ ყველაფერს. დანკა. კი, აი თქვენ თვითონ როგორც გინდა, ხო? თქვენ თვითონ აქ არჩევანის წინ დადგებით. და აირჩევთ იმ გზას, რომელიც იქნება თქვენთვის კარგი, ხო? იმიტომ რომ თქვენ გამოდიხართ ნერვიულობიდან, გაიგეთ? ანუ ესე იგი თქვენ ხო შეიძლება იყოს სიტუაცია, რომ თქვენ ანუ არ იცოდეთ დაუშვათ როგორ რანაირად იქნება და ეს და მაგრამ აი აქ თქვენ უნდა აი მიიღოთ გადაწყვეტილება რა გზაზე მიდიხართ თქვენ. აგრძელებთ ამას ურთიერთობას თუ დაასრულებთ ურთიერთობას. იმიტომ რომ ეს ყოფილი პარტნიორი მოდის, რომელმაც რაღაცა შეიძლება თქვა გაწყენინათ, ნუ რა ვიცი, რაღაცა იყო რა. ხო და აი აქ თქვენ მოგიწევთ სიძლიერის მოკრება და აი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ საგვარეულო გეუბნება შენთვის როგორც იქნება კარგი, ისე დაგიდგებით ჩვენ. თუ გინდა გადაასრულე, თუ გინდა გააგრძელე რა. ჩვენ ნებისმიერ ვარიანტში ვიქნებით შენს გვერდით. აი ეს თქვენთვის როგორ ჯობია, ეგა უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტილებას მიიღებთ. კი, აქ დიდი ხნის პაუზა იყო. აი ასეთ შემოლამაზება, ასეთი გვაქვს ჩვენ აქ პროგნოზი. რამდენად რეზონირდა მომწერეთ. მე გისურვებთ როგორც ყოველთვის ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.